მთავარი რაც მოგცათ კომაროვის სკოლამ. შრომის მოყარეობა და გაბედულობა ამოცანებთან, ასე ვთქვათ რა. ძალიან კარგი ფიზიკის მასწავლებელი ყავდა გიული გედენიძე, კაცი. ეს გიული გავაბრაზეთ და გითხრა რომ გაკვეთილების მერე მოდითო და დარჩითო რა. ისა მოდით ჩემთან. მეორე ამოცანაა მოკლედო და ამეებსო სანამ არ ამოხსნითო. სახში არ წახვალთო რა. ჩაუჯექით ამ ამოცანებს და ისა და ვიღაცები შემოგვიერთდნენ მერე და twins აჭყლიტავთ და აი წკიპზე ვართ რა. აი მე მგონი მივხვდი ვიღაცა იტყვის არ გამოდის. მე მივხვდი არ გამოდის და შეცდომა იყო სპეციალურად შეტყობაში. მოიცადე. კარგი 1 საათ ნახევარი ვიწვალეთ. მოკლედ და შემოიარა გიული ქუდი ახურავს პალტოაცია რომ მე მივდივარო ეხლა და რა შვებითო ამოხსენითო და ვერ ამოხსენითო გიული მასო, მაგრამ აი წკიპზე ვართო, აი ახლა ნახევარ საათშიო ამოხსნითო. ძალიან კაიო გიული თქვა და რო ამოხსნითო, ჩაინიშნეთო რომელმა ამოხსენითო, იმიტომ რომ ნობელის პრემიაა მაგათ ამოხსნაზე. ვერ ამოხსენით ესე იგი სამწუხაროდ. სამწუხაროდ ვერა, მაგრამ კომაროვი ის ადგილია, სადაც ადამიანს ეუბნებიან, რომ შენზე დიდი ბარიერი არ არსებობს. დიახ, დღეს კიდევ უფრო ვიდრე მაშინ, იმიტომ რომ მაშინ საბჭოური ისიც ქონდა, ასე ვთქვათ, კონტექსტი და კომკავშირები და რაღაცა უბედურებები და ეხლა შედარებით სუფთაა, ასე ვთქვათ, აი მაგ იდეოლოგიური რაღაცეებისგან. პედაგოგის როლი ამ შემთხვევაში არის რომ მუხტი, აი ეს non-stop რაღაცა განვითარების და ბრძოლის ჩადოს ადამიანში.